პრინციპში ჩემთვის ის რაც დღეს ხდება, ვთქვათ, ის რასაც ივანიშვილი აკეთებს, რაღაც მოულოდნელი არ არის, რაღაც ლოგიკური გაგრძელებაა იმის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, 10 წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენთან და პრინციპში ეს არის აი ოლიგარქიული მოდელი, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყრის ძალაუფლებას, სიმდიდრეც და ძალაუფლებაც იყრის თავს და ჩვენ პროტესტთან რომ გავაკეთოთ, თქვათ, აი დავაკავშიროთ, ხო, აი ერთ-ერთი რაც მგონია რომ აი მონაპოვარი არის ამ პროტესტის არის ის რომ რაღაცნაირად ნავსი გატყდა და აი შრომელებისადმი დამოკიდებულება, სოლიდარობისადმი დამოკიდებულება, საზოგადოების ინტერესების პირველ პლანზე წამოწევა და ერთობის ბაზე აქცენტის გაკეთება, ეს რაღაცნაირად თითქოს აი ყოველ შემთხვევაში ჩემი მიდან თვალთახედვით ესე მეჩვენება, რომ წინა პლანზე გამოვიდა და ჩემი აზრით გამარჯვების ერთადერთი რეცეპტიც არის ეს, რომ საზოგადოების ფართოფენები, აი სხვადასხვა ჯგუფები, ხანდახან სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფებიც კი, თქვათ, რაღაც ერთად დავდგეთ და კონდეს ეს განცდა, რომ თქვათ ჩვენი სიმართლე არ არის მხოლოდ ის, რასაც უნდა ვემსახუროთ, რომ ჩვენ ერთმანეთთან დიალოგი, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ და რაღაცა ეს სხვადასხვა ჯგუფებმა ეს ერთობლივად მოვახერხოთ და ერთობლივად დაუპირისპირდეთ ამ რეჟიმს და აი თქვენ იმას ცოტა კიდე რომ დავაკონკრეტო, ხო, მე ესე მეჩვენება და ესე მგონია რაღაცნაირად ჩვენთან იყო წინა პლანზე წამოწეული, რომ ინდივიდუალის ინტერესი, ინდივიდუალური ინტერესი, რაც საბოლოო ჯამში მხოლოდ შეძლებული ადამიანების ინტერესში გადადიოდა, იყო პირველ პლანზე და საზოგადოებრივი ინტერესი იყო რაღაცნაირად დაჩაგრული და სწორედ აი ეს იცვლება ჩემი აზრით. ეხლა რომ მე მეჩვენება, რომ საზოგადოება მიხვდა, რომ თქვათ არ შეიძლება ერთ ადამიანს ან 1%-ს კონდეს თავმოყრილი მთელი ძალაუფლება, მთელი სიმდიდრე ქვეყნის და მხოლოდ ისინი განსაზღვრავდნენ ამ ქვეყნის ბედიღბალს. პრინციპში ეხლა ამ წუთას ფული მოძრაობს შემდეგნაირად, რომ საქართველოსდან გასული, ასე განდევნილი მოსახლეობა აქაურ ოჯახებს, თავის ოჯახებს უგზავნის ფულს გადასარჩენად და რეჟიმი ამ ფულს პრინციპში წოვს შემდეგ, თქვათ, მსხვილი ბიზნესების, ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით წოვს, თქვათ, ამ გამოგზავნილ ფულს და ასე კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას აკეთებს, ანუ ფულის მოძრაობა პრინციპში საქართველოში მხოლოდ ამ მიმართულებით ხდება, რომ წადით უცხოეთში, იშოვეთ, გამოუგზავნეთ თქვენს ოჯახებს ფული და შემდეგ მე ამას ამოვიღებ თქვენგან. ანუ ამის გარდა ეხა პრინციპში აი რეალურად უკვე ხდება ჩემი აზრით იგივე ჭიათურის მაგალითი ახსენეთ, იგივე თქვათ აი გუშინდელი მაგალითი, როდესაც არ ვიცი უკვე ვეღარ ვითვლი მე რამდენი შემთხვევაა ხანძრის, როდესაც თქვათ მთელი ტვირთი შემდეგ გადადის იქ მომუშავე მოვაჭრე ადამიანებზე და არა იმაზე, თქვათ, ვინც ის პირობები ვერ შექმნა, რაც რომ იქ თქვათ ხანძარი არ გაჩენილიყო, ხო? ანუ ერთადერთი ამის თქვათ რეცეპტი არის ის, რომ დღეს ესე არის, რომ ფაქტიურად ესეთი მოცემულობაა, რომ სახელმწიფო იძახის, რომ მე ბიზნეს პროცესებში, ეკონომიკაში ფაქტიურად მინიმალურად ვერები, დამქირავებელმა და დაქირავებულმა გაარკვიეთ საქმე ერთმანეთში. ზუსტად ეს ხდება, თქვათ, ჭიათურაში და უარესიც პრინციპში, როდესაც იქ იკრიბება ის სამეული და დაქირავებულების გარეშე წყვეტენ, როგორ გააგრძელოს, თქვათ, ჭიათურამ არსებობა თუ პირიქით შეწყვიტოს არსებობა და იქ შიმშილით გაწირონ მოსახლეობა, ყველა სფეროში პრინციპში ესე ხდება და ერთადერთი გამოსავალი ჩემი აზრით ეს არის, რომ აი ცოტა ხნის წინ იყო დევნილების საპროტესტო ის თვეების წინ, სადაც მათ ესეთი ლოზუნგი თუ ფრაზა თუ არ ვიცი რა დავარქვა ის, რომ არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე. ანუ პრინციპში ეს არის, რომ ყველა პროცესში, ამ პროცესში მონაწილე ადამიანმა უნდა მიიღოს კონდეს მონაწილეობის საშუალება, მონაწილეობის უფლება და ეს უნდა მოიპოვოთ ჩვენ და ძალიან თუ განვაზოგადებთ ამას, პრინციპში ქვეყნის მასშტაბითაც იგივე ხდება, რომ როდესაც ერთმა მუჭა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ დასავლეთის მაგივრად ჩრდილოეთისკენ უნდა შეატრიალონ ქვეყნის ვექტორი და არაფერი გკითხეს მოსახლეობას, რომ უпростоრად ნაკითხი იყო ეს და ყველა მიცოდა, რომ ჩვენ დასავლეთისთვის გქონდა, თქვათ, ჩვენი ორიენტირი იქით იყო და უცებ გადაწყვიტეს სწორედ ამ აი
შექმნილი, ასე ვთქვათ, ძალიან დაუბალანსებელი ძალის გამო, რომ უცებ გადაწყვიტეს, რომ ვექტორი შეეტრიალებინა ჩილში და პრინციპში აი ქვედა დონეზეც ეკონომიკაში ზუსტად იგივე ხდება, როდესაც ვთქვათ, ერთი ადამიანი წყვეტს მთელი კომპანიის, მთელი ქალაქის, მთელი რეგიონის ბედს და არაფერს და აი ჩვენი ისიც ეს უნდა იყოს ჩემი აზრით, რაც დევნილებმა წამოაყენეს, რომ არაფერი ჩვენზე, ჩვენს გარეშე. ჩემი აზრით აი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გარდატეხა ხდება რა, აი რაღაც გამოვლინებები ჩემი აზრით არის, რომ ჯერ ეს ერთი ის რომ ვთქვათ, აი ამდენი ხანია, ვთქვათ, 5 თვეს გასცდა და პროტესტი მაინც არ ნელდება და ადამიანები არ იღლებიან და არანაირად არ ჩანს რომ ვთქვათ ადამიანები რაღაცნაირად შეეგუენ ამ მდგომარეობას, ხო? ეს უკვე ძალიან დიდი ოპტიმიზმის იმას იძლევა ჩემთვის და მეორე კიდევ ერთხელ ვამბობ, აი იმას გავიმეორებ, რომ მე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამის ვთქვათ კვლევის ჩატარების და იმის საშუალება ჯერჯერობით არ ყოფილა, ვთქვათ, მაგრამ მე მეჩვენება, რომ საზოგადოებაში ეს აზრი რაღაცნაირად წიფთება, რომ საზოგადოება უფრო უნდა იყოს მეტად აქტიური და საზოგადოების ინტერესებიც წინა პლანზე უნდა გამოვიდეს, ვიდრე ვთქვათ, ერთი ინდივიდის, თუმცა საზოგადოება თითო ინდივიდებისგან შედგება, მაგრამ ეს ერთი ინდივიდი, როგორც წესი, манипуляция ხდებოდა, რომ ერთი ინდივიდი რაღაც 100 კაცს 100 ინდივიდზე იყო დაყვანილი და მათი ინტერესი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და სინამდვილეში ვთქვათ, აი თითოეულ საზოგადოების თითოეული წევრის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც პრინციპში ჯანსაღ საზოგადოებას ნიშნავს რა. ანუ სოლიდარობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ეს რაღაცნაირად უნდა წინა პლანზე გადმოვიდეს, არა აქვს მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეიძლება ამ მომენტში რაღაცაზე ჩვენ ვერ შევთანხმდეთ, რაღაცა წინააღმდეგობა გქონდეს, მაგრამ ეს ყველაფერი სოლიდარობის გაგების დიალოგის რეჟიმში უნდა მოხდეს, თქვათ, ამ ყველაფრის გათვალისწინება. ერთადერთი ეს მე პირადად აი ეს მეჩვენება. და თითქოს რაღაც საზოგადოებაში ეს მიდის, რომ თქვათ, აი რამდენად ეფექტურია მარში თუ არ არის ეფექტური, მაგრამ იქიდან აი მარტო ის რო ავიღოთ, თქვათ, აი რა სასჯელი არის გათვალისწინებული სხვადასხვა მისთვის, თქვათ, ხო? აი ყველაზე უფრო დიდი ჯარება არის აი ამ სრულობებზე რომ რუსთაველის გადაკეთვა ეს ხო წინააღმდეგობის გაწევაც კი ორჯერ და კიდევ უფრო ნაკლებიც აქვს თქვათ ჯარიმა სითვალისწინებს ვიდრე თქვათ აი ანუ ეს მანიშნებელია იმის რომ ეს მათზე მოქმედებს ძალიან მოქმედებს და პრინციპში მათი რეაქციებიც აი დღითი დღემდე რომ ვნახოთ ხო მე პირადად ვხედავ განსხვავებას მათ რიხში მათ ეს მაშინ თქვათ აი რამდენად ისინი არიან რა როგორ გითხრათ აი მოტივირებულები თუ აი რა მათი ნირი რაღაცნაირად სამხთარი მეჩვენება რა რომ ანუ ისეთ სიძლიერეს ისინი თავის თავშიც ვერ გძნობენ უკვე შიგნითაც მათი წევრების მხრიდანაც გარკვეული ისინი თქვათ რაღაც ისინი არის საუბრები რომ აი იგივე ვთქვათ სანქციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ რომ რაღაც ისე მათთვისაც არ მიდის ვთქვათ როგორც სურვილი გქონდათ რა და ერთი რომ შიდა პროცესისთვის არის აი ეს მარშები ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ გარე სამყაროსაც ვაჩვენოთ რომ ვთქვათ ჩვენ ამ მდგომარეობას ამ დიქტატურას ვთქვათ არ შევეგუებით ამ არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს უბრალოდ მე არ გამოურიცხავ რომ რაღაც მომენტში მდგომარეობა ისე კრიტიკულად შეიცვლება და იმდენად ჩამოიშლება ეს ხელისუფლება რომ შეიძლება ამ არჩევნებმა რაღაც აქტუალიზაცია მოიპოვონ. ანუ დღევანდელი მდგომარეობით თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა ისე გაიწელა რომ თქვა იგივე ისქნა სიტუაცია იქნა არჩევნების დროს ალბათ ჩემი აზრით არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ იმ დროისთვის მე დიდი იმედი მაქვს რომ იმდენად იქნება მორღვეული ხელისუფლების ძალაუფლება რომ შესაძლოა თქვათ ამ არჩევნებს რაღაც აზრი მიეცეს და ეს არჩევნები კი არა ზოგადად ახალი არჩევნების აქტუალიზებაც მოხდეს